Georgian Tenant Power ინტენსიურად აგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების სტრატეგიული პროექტების განხორციელებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხრამის მონაკვეთზე, სადაც მაგისტრალური მისადენის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ჩვენ აღნიშნული მაგისტრალური მისადენის რეაბილიტაცია 3 ეტაპად ჰქონდა დაყოფილი, რომლის პირველი ეტაპიც 2024 წელს განვახორციელეთ. მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ. შესაბამისად, მეორე ეტაპის ფარგლებში განახლდა 2.3 კილომეტრიანი მაგისტრალური მისადენი სრულად, ხოლო შემდგომ წელს დაგეგმილი გვაქვს მესამე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მესამე აწევის სატუმბის სადგურიდან ქალაქის მიმართულებით არსებული მაგისტრალური მისადენის სრულ რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტები შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე არის სტრატეგიული მნიშვნელობის იმდენად, რამდენადაც მაგისტრალური მისადენის თავისი დატვირთვით აქვს დიდი მნიშვნელობა სტაბილური წყალმომარაგებისთვის ქალაქ რუსთავის შემთხვევაში. ამიტომ, ვინაიდან აღნიშნული მაგისტრალზე ბოლო 50 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ განხორციელებულა ინვესტიციები, ეს სამუშაოები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს არსებული წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებას. რუსთავში GVP აგრძელებს მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას იმ პროექტებით, რომელიც დღეს მიმდინარეა ჩვენს ქალაქში, დარწმუნებულები ვართ, რომ დაიძლევა ის ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც წყალს უკავშირდება. სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურად მიდის, დღეს ადგილზე გავეცანით, გვაქვს სამომავლო გეგმები და მუნიციპალიტეტი აქტიურად იქნება ჩართული იმ პროექტების განხორციელებაშიც, რომელიც დაიგეგმება 2026 წლიდან.